აბა მე ამბოხეებო, პირველი ინფორმაცია ლეილასგან. დიანა, მეც მოჩვენე, ხო არ გაიგო? კოსტა? უბრალოდ მაინტერესებს. ვაუ, იქნებ მართლა იპოვა ეს მოღალატე. ლეილას ვინ უნდა იპოვა? უაჭველი ერთ-ერთი მათგანია. კარგი გოგოებო, ხმამაღლა წავიკითხავ. მოღალატე არის ბიჭი. კიდევ კარგი, მეა, ხომ გითხარით არ ვარ თქო. არ უნდა დაგედანაშაულებინეთ. კიდევ კარგი, ვიცოდი რომ ბიჭი იქნებოდა. მეგობრებო, იცოდით რომ მე ამბოხეებმა მოღალატის პოვლის მთავარი მისია დიანას მიანდეს. სმაილ, რა გინდა? ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიცოდეთ მოღალატე ვინ არის და შენ გეცოდინება, ჟურნალისტი ხარ. არა, სახელი არ მაქვს ჯერ, მაგრამ ერთი ვიცი. ბიჭია. ესე იგი მოღალატე მე ამბოხი არ არის. არა, მე ამბოხე არ არის. ბიჭია. და როგორ გაიგერო ბიჭია? აი, ნახეთ, რამდენიმე მინიშნება მაქვს. როგორი სამხილები? ეს წერილები ლამაზი კალიგრაფიით არ არის დაწერილი. უფრო ბავშვის ნაწერს გავს. ხო, გასაგებია. და სხვა სამხილები? მეორე მინიშნება არის ის, რომ სადაც გოგოების საიდუმლოები ეწერა, 42 ზომა ფეხსაცმლის ნაკვალევი იყო დატოვებული. რომელიმე გოგოს აქვს ამ ხელაფეხი? მოიცა სმაილ, შენ ხარ 42 ზომა. ხო, კარგად ხართ, მე არ ვარ მოღალატე. მალე გავიგებთ ვინ არის.